მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანთის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია საოცარი ადამიანი ლილე ჭანუყვაძე და ალბათ ხვდებით რატო არის დღეს ლილე ჩემი სტუმარი, იმიტომ რომ ბავშვთა დღეს აღნიშნავთ და მინდოდა რომ სიმბოლურად ასეთი მშვენიერი ქალბატონი ყოფილიყო ჩემთან. ლილი არის ცოდნის კარიბჭის აღსაზრდელი და წელს მიდის სკოლაში. ძალიან მინდოდა რომ ისეთი ადამიანი ყოფილიყო ჩემი სტუმარი, რომელიც ზუსტად აი ამ ზღვარზეა, რომ საბავშვო ბაღს ასრულებს, მიდის სკოლაში და მაინტერესებს მისი ემოციები, დამოკიდებულებები და ის ნიუანსები თუ როგორ ემზადება ლილე სკოლისთვის. ლილე, ძალიან დიდი მადლობა რომ მოძებნეთ რომ მოხვედი, მესტუმრე და დღეს ხარ ჩემი სტუმარი. მართლა. ხო, ძალიან მიხარია. შენ ხო იცი ჩვენ როგორ ვემზადებოდით ამისთვის, რომ შენ მოსულიყავი ჩემთან, თან შენი მასწავლებელი იქნება ამ შენი გადაცემის მერე, შენი საბავშვო ბაღის მენეჯერი იქნება ჩემი სტუმარი და ისიც ალბათ ილაპარაკებს შენზე. ძალიან მაინტერესებს რა სიტყვის. უბრალოდ იცი რა არის, შენზე კონკრეტულად როგორც ლილე ჭანუყვაძეზე ასე კი არ ილაპარაკებს ზოგადად იმ ბავშვებზე, რომელიც წელს მიდის სკოლაში და რომელთაც საბავშვო ბაღი ემშვიდობება. აი ახლა შენ ბაღში აღარეული და სექტემბრიდან წახვალ სკოლაში, ხო? აი მოდი ახლა ჩამოაყალიბე შენი აზრი, შენი აზრით რა გაგიკეთა ბაღმა ისეთი, რისთვისაც მადლობელი უნდა იყო. მაგი რას ნიშნავს? მაგი რას ნიშნავს? აი რა მოგწონდა ბაღში? რა მომწონდა? ხო. იქ ჩემ ჯგუფში იყო დაწესებული. იგი ექიმები იყო დაწესებული. სხვადასხვა პროფესიები იყო ჩამოთვლილი? თუ რა? ისე იყო, გამოსახულებები იყო? ხო და კიდევ იქ მარცხენა მხარეს ეწება იგი დათუნია 3. ჰაერობუშტში იყო. ოი, რას ლაპარაკობ და რატო იყო ასეთი მნიშვნელოვანი ეს რაც იქ იყო მიწებებული შენთვის? იმიტომ რომ ყველას გვინდოდა. ოი, და არ გაძლევდნენ მასთან ურთიერთობის საშუალებას თუ არ შეიძლებოდა ურთიერთობა? ურთიერთობა კი შეიძლებოდა. ხო, და ეს მოგწონდა ყველაზე მეტად, ხო? და აი ისეთი რა ისწავლე ბაღში? ისეთი რომ ფიქრობ, რომ რა მაგარია რომ ბაღში დავდივარ. ლექსები ვისწავლე. მიმატება, გამოკლება, მეტობა, ნაკლებობა. კი, ურთიერთობები და მეგობრობა? კი. ბავშვებთან ხო? ბევრი მეგობარი გყავს? კი. რამდენი მეგობარი გყავს? სულ შეგიძლია დაითვალო? კი, დავითვლი. აბა დაითვალე, რამდენი გყავს? მე არ ვიცი. ალბათ 10 მყავს მე. ალბათ, ხო? კარგი და ახლა ეს ამ ბაღს რო ასრულებ და ასე შენ მეტობა ნაკლებობა იცი, დათვლა იცი, წერა და კითხვა იცი? წერაც იცი? კითხვა რო იცი ვნახე და წერაც იცი? აბა სკოლაში რაღა გინდა? იგი მასწავლებელი რომ ეტყვის დაწერე ის, უნდა დავწერო. ხო. და მაგისტრის მიდიხარ სკოლაში მასწავლებელი რასაც გეტყვის ის უნდა გააკეთო? ხო. მომისმინე და რა უნდა ისწავლო სკოლაში? სკოლაში? ხო. მეტობა, ნაკლებობა. რაც უკვე იცი? რაც უკვე ვიცი? და კიდევ მიმატება, გამოკლება, რომელია მეტი, რომელია ნაკლები. კი ბატონო, კიდე რა უნდა ისწავლო? მაგები ხო იცი უკვე? რა უნდა დაამატო? რა უნდა დავამატო? ხო. უნდა დავამატო ლექსები. კიდე ბევრი ლექსი რო იცოდე, ხო? როგორ ფიქრობ, ლექსის ყველა ახერხებდა შენს იმაში, ბავშვები ყველა სწავლობდა ლექსს? კი. ყველა ახერხებდა ლექსის სწავლას? კი. არ იყო ისეთი ბავშვი, რომელიც ლექსს ვერ სწავლობდა? არა. არა, ხო. ერთი ვერ სწავლობს. ერთი ვერ სწავლობს და ის ბავშვი რო ვერ სწავლობს, იმან რა უნდა ქნას? მე ვასწავლი. ისე იგი შეუძლია მაინც სწავლა თუ შენ ჩაერევი საქმეში, ხო?
ძალიან კარგი. ანუ შენ პედაგოგიური უნარებიც გქონია. ანუ მასწავლებლობაც შეგეძლია, ხო? მეგობარს რო დაეხმარო. ეგ სხვათაშორის ძალიან კარგია. აი მეც როცა მოსწავლეები მყავს, ყოველთვის ვაძლევ ბავშვებს საშუალებას რაღაცას რო ვერ გაიგებენ, ისინი ერთმანეთს უხსნიან და ისე მომწონს ეს, რომ ბავშვები ერთმანეთს რო ასწავლიან, ეს არის ძალიან კარგი. თვითონ ახერხებენ მასწავლებლის გარეშე ძალიან კარგად ისწავლონ რაღაცები. კარგი. და ეხლა აი სკოლაში რომ მიდიხარ, ის სივრცე, რაც სკოლაში უნდა დაგხვდეს, ის შენობა, იცი რომ სკოლაში მიდიხარ, ხარ ნამყოფი? კი. იყავი, ხო? ვინ წაგიყვანა? ვინ? დედამ. ხო, რა კარგი დედა ყავს, ანუ მოგამზადა, ხო, იმისთვის რაც იქ უნდა ნახო, ხო? და ფორმებიც კიდევ გვაქვს. უკვე შეიკერე ფორმა? არა. აი ესე, უნდა იყიდო თუ უნდა შეიკერო? ვიყიდო. უნდა იყიდო. და ეს ფორმა მოგწონს? კი. და სულ რო ის ფორმა გეცოს, მოგწონს, ხო? ხო. კარგი და ისინი ნივთები რა იქნება ახლა ისეთი, რაც სკოლაში დაგჭირდება? ისეთი ნივთი, რაც ბაღში არ ქონია. აი სასკოლო კალამის ჩასადები, ზმეკაც აქვს. ხო. კიდევ ერთი იგი რვეულებიც, კალმებიც. და სომეტი არა. წიგნები გაქვს? კი. წიგნებიც გაქვს, რვეულებიც გაქვს, კალმის ჩასაწყობიც გაქვს, ხო? და რომელ რვეულში წერდი ხოლმე შენ? ქართულად წერა იცი? შენი სახელის და გვარის დაწერა იცი, ხო? და როგორ რვეულში წერდი ამას? ეს შენი სახელი და გვარის დაწერა შენ თვითონ ისწავლე თუ ბაღში გასწავლეს? ბაღში მასწავლეს და ჩემი თუ ისწავლე კიდევ. შენითაც სწავლობდი, ხო? და რამე წიგნი წაგიკითხავს, პატარა წიგნი რამე ისეთი? კი, მე ხანდახან ერთხელ წავკითხე ბავშვებს ლაპარი, ერთობის ძალა. რას მელაპარაკებ? შენ წაუკითხე ბავშვებს ბაღში? მასწავლებელმა მოგცა, ხო? ამის საშუალება, ხო? მე ვუთხარი და კიო. შენ თვითონ გამოხატე სურვილი, რომ წაგიკითხა სხვებისთვის? მასწავლებლობა გინდა? კი. აი ვინ გინდა რომ გამოხვიდე, რომ გაიზრდები? მასწავლებელი და ნეიროქირურგი. მასწავლებელი და ნეიროქირურგი? ვაიმე, შენ რო იცოდე ძალიან ახლო პროფესიებია. სულაც არა შორს ერთმანეთთან ორივე მუშაობს ტვინზე. ნეიროქირურგიც და მასწავლებელიც ტვინის განვითარებაზე. და იცი რამე წარმოდგენა გაქვს ტვინის შესახებ? მაგი რას ნიშნავს მერე? აბა ახლა ნეიროქირურგი მინდაო და ტვინზე უნდა ჩაატარო, ხო, ოპერაციები, ხო? ტვინზე უნდა დავუმუშაო. ხო, მასწავლებელმაც ასე უნდა დაუმუშაოს ტვინი, ხო? ხო. კიდევ ერთი მომეხმარება ჩემი დაიკო. შენ დაიკო რამ ხელა? პატარა. და რაში მოგეხმარება პატარა დაიკო? როცა დიდი რო გაიზრდება. კიდე ერთი დაგყავს? კიდევ ერთი? ერთი დაგყავს თუ ორი? ერთი. ერთი დაგყავს, ხო? და ელოდები როდის გაიზრდება, რომ ნეიროქირურგიაში დაგეხმაროს, ხო? და თვითონ შენ დაიკოს უნდა ეს დახმარება? კი. უკვე შეთანხმდით მაგ საკითხზე? კი. უი, რას ლაპარაკობ. და როგორ შეთანხმდით რა ფორმით? რა ფორმით? უნდა შევკეროთ ჩვენ ექიმის ფორმა. მაგ ფორმაზეა ლაპარაკი. ანუ ექიმის ფორმა, თეთრი ხალათები უნდა შეიკერო. ხო, და მაშინ რაღაცა იდება. რა იდება? აი რაღაცა ნემსი იდება. მე თხელ რო გავიკეთე ნემსი, ვუყურებდით მეტკინა. ხო, და შენც გინდა სხვებს ატკინო? არა. სხვები უნდა იყოს ნესე. რო არ ეტკინონ და მარტო ჩხლეტვა იგი ეგონებათ, რომ იგი ტკივად. ხო, მარტო ჩხლეტას იგრძნობენ და მეც არაფერს, ხო? ხო. ესე იგი შენი მიზნის მისაღწევად, ანუ რო გინდა მასწავლებლობა და ნეიროქირურგობა, თვლი რომ ამისთვის სკოლაში სიარული აუცილებელია, ხო? ხო. ხო, რა უნდა ისწავლო სკოლაში, გარდა იმის ახლა რაც თქვი? მაგეები იცი. კიდე რა უნდა ისწავლო? კიდევ იგი უნდა ვისწავლო, იგი ხატვა. ხატვა.
კი ძალიან კარგია იმისთვის ტვინის გასავითარებლად არის ძალიან კარგი საშუალება. კიდევ წერა უნდა ვისწავლო. რამდენ ენაზე იცი კიდე ლაპარაკი? ქართულის გარდა სხვა ენა იცი? 12. 12 ენა იცი? რას ლაპარაკო? აბა რომელი ენებია? რომელი ენები ვიცი? ინგლისური ვიცი და იგი ქართული. ძალიან კარგი. და ინგლისური საიდან ისწავლე? იგი ლულია მასწავლებდა. იულია ვინ არის? არის ინგლისურის მასწავლებელი. ბაღში ყავდათ, ხო? აი ეს როგორი ბაღი ქონიათ, კაც ყველაფერი იცი შენ. პროფესიაც არჩეული გაქვს. და ეს პროფესია რო აირჩიე ბაღის დამსახურებაა თუ შენ თვითონ მოიფიქრე? ჩემ თვითონ მოვიფიქრე და ბაღის დამსახურება. ორივესია ხო ბაღის დამსახურებაც. ეხლა ბაღი არ მოგენატრება სკოლაში რო წახვა? კი. და რა სიზამე რომ მოგენატრება? რა გეშველება? წავალ მასთან ცოტა ხნით და ვირაპარაკებ. ესტუმრები ხოლმე ხო? კარგი, ესე იგი შენ არც ერთადერთი რაც გაწუხებს ის არის რომ ბაღში აღარ ივლი, ხო? თუ ორივე განივლი? ორივენ განვივლი. ორივეგან გინდა რო იარო? ხო, იმიტომ რომ ისინი მე რომ მომიკითხებენ მე. მოგიკითხავენ აუცახა შენნაირ გოგოს ვინ დაივიწყებს. და რა მითხარი იცი? აი როცა სკოლაში წახვალ და იქ ახალი მეგობრები გეყოლება, ახალი მასწავლებლები გეყოლება, არ გაგიჭირდება იმასთან ურთიერთობა? ურთიერთობა? ხო. არ გამიჭირდება. რატო? იმიტომ რომ იგი მე ვიცი. რა იცი? რომ იგი მასწავლებლები არიან ჯერ ჩვენი მეგობრები, მერე კი მასწავლებლები. ჯერ მეგობრები არიან და მერე მასწავლებლები, ხო? და შენ გინდა ხოლმე მასწავლებლებთან მეგობრობა? კი. გრძნობ რომ მათაც უნდათ, ხო? შენთან მეგობრობა, ხო? და ამ მეგობრობიდან ვინ უფრო ბევრ რამეს იღებს, ვინ უფრო ბევრ რამეს სწავლობს, როგორ ფიქრობ, მასწავლებელი თუ მოსწავლე? მოსწავლე და მასწავლებელი. ორივე სწავლობს, ხო? აი შენ რა გისწავლებია მასწავლებლისთვის? აი რა მისწავლია? აი რა ასწავლე მასწავლებლებს? აი რა ვასწავლე? არაფერი არ ვასწავლე. მასწავლებელმა გასწავლა, ხო? ყველაფერი. როგორ ფიქრობ ახლა შენთან ურთიერთობა არ იქნებოდა საინტერესო მასწავლებლებს? ბევრ რამეს ასწავლედი შენ. შენნაირი გოგოები ასწავლიან მასწავლებლებს, როგორ უნდა მოექცე, როგორ უნდა გელაპარაკოს. ხანდახან ცეკვაში მასწავლებელი მეხმარება. ხო რა. ცეკვასაც სწავლობთ. სიმღერას? კი, ზეიმზე გამოვდივარ. ცეკვით და სიმღერით, ხო? ხო. რა სიმღერა ისწავლე? მოდი სამყაროს გავაგონო ჩვენი ხმა. ეხლა რა მითხარი? აი ეს 1 ივნისი რო ბავშვთა დაცვის დღეა, ხო? აი რას უსურვებდი ბავშვებს? კარგ დღეს, სიყვარულს, ოცნებას და დიდ სიყვარულს უფლო. რისი სიყვარული გიჭირდებათ ბავშვებს? ჩახუტების. თუ უნდათ მისი მამიკო, დაურეკავენ დედეკოები და მოვა მამიკო და ჩაეხუტება. შენ მამიკო გეყვან გენატრება ხოლმე? კი, უკვე ჩამოვიდა გემიდან. ხო, როგორი ის არის? შენ თუ იცი ახლა რო დგამენ ძეგლს მეზღვაურები რო არიან წასული ზღვაში, აი მათ რო ცოლი და შვილები ელოდება. ამ მეზღვაურის ცოლის და მისი შვილების ძეგლს დგამენ ბათუმში, ქანდაკებას აპირებენ რომ გააკეთონ. როგორ ფიქრობ, სწორია? კი. რატო? მიყვარს. რა გიყვარს? მეც მომეწონა ეგ იდეა, ძალიან კაი იდეა. ხო, ძალიან კარგი იდეა. და მე ვიცი რომ შენ სკოლაში შენი საბავშვო ბაღიდან მარტო შენ არ მიდიხარ. შენთან ერთად სხვა ბავშვებიც მოდიან სკოლაში, შენი კლასელები იქნებიან. ხო. რამდენი ბავშვია ეგეთი? 2. 2 ბავშვი შენთან ერთად იქნება შენ სკოლაში. რომ სკოლაში მიდიხარ, იცი?
კი. რომელი სკოლა? Euro 2000. უი, მე რა კარგია, Euro 2000-ში მიდიხარ, შენ და კიდე შენი ორი მეგობარი, ხო? და კლასელია. ანუ შენი ბაღელი უკვე იქნება შენი კლასელი, ხო? ხო, როცა დიდი გავიშვებით, დაქალები ვიქნებით. შენ იცი მე რომ მყავს მეგობრები, ასე? სკოლაში ერთად, ბაღში არა, და აი სკოლაში ნული ჯგუფიდან ვიყავით ერთად. ხო და ახლაც მეგობრობთ. მართლა, ეხლაც ჩვენც მეგობრობთ. კი, აი 40 წლის, კი არა რა 40 წლის კაცო, მოიცადე 51 წლის და რამდენი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, ხო? მე სულ მეგობრობ მასწავლებელთან და ბავშვებთან. ხო, იმიტომ რომ მშვიდობიანი ადამიანი ხარ. კარგი და ეხლა რა მითხარი? აი შენ წარმოიდგინე ხა რომ გაიზრდები, დიდი გოგო იქნები და სკოლას რო დაამთავრებ და უცებ გაგახსენდება შენს ბოლო ზარზე, რომ იყავი ლალისთან ყავაზე მიწვეული, როცა სკოლაში შედიოდი მასში. რას გააკეთებ? ჩამოვალ შენთან და გეტყვი, მაგრამ რომ უფრო თეთრი თმები გქონდეს და ესეთი ვერ მიხვდები. შენ გინდა რომ დავბერდე ხო მე ამასობაში? არა. არა. ახალგაზრდა მინდა ვიყო. ახალგაზრდა ვიქნები, კი კაცო. მას შენი მამიდები ჩემი მოსწავლეები რო იყვნენ, მაშინაც ახალგაზრდა ვიყავი და ახლაც. ხო, მეც ვალ ახალგაზრდა. და წარმოიდგინე ახლა შენ რომ დაამთავრებ სკოლას, ეს პოდკასტი გვაქვს ჩვენ ჩაწერილი და მე მოდი რა გავაკეთოთ, იცი, იდეა მაქვს. სკოლას რო დაამთავრებ, მაშინაც ჩავწეროთ პოდკასტი ლალისთან ყავაზე და ორივე დავდოთ ერთად. ვთქვათ, აი, რამდენი წლის მერე დაამთავრებ სკოლას? სკოლას მე არ ვიცი. ახლა კანონი რამდენი შეიძლება? ნუ ალბათ 11, მაქსიმუმ 12 წლის მერე, ხო? ხო. და 11-12 წლის მერე ჩვენ ახალი გადაცემა ჩავწეროთ. ხო. და მაშინ ახლა ხო ცხელი შოკოლადი დაგალევინე, მაშინ უკვე ნამდვილ ყავას დაგალევინებ. ხო. მაშინ დავემშვიდობოთ მოდი ჩვენ მაყურებელს. დავემშვიდობოთ? არა. არა, კიდე ვილაპარაკოთ? ხო. რა გინდა, რა თემაზე გინდა რომ ვილაპარაკოთ? კიდევ მე ვიცი ღებვა. რისი შეხებოა კაცო? კედლების? გასარემონტებელი მაქვს ოფისი და დამეხმარები? კი. მართლა, როგორ შეხებავ? იგი მე რაღაცა შევღებავ მზეს, შევღებავ ხეს. მოხატავ ლამაზად, ხო? ხო. ხო, მოგიწვევა აუცილებლად, როცა სარემონტო მექნება ოფისი, აუცილებლად დაგპატიჟებ მაგ საქმისთვის. კი. რა, ესე იგი ნანატრი მოსწავლე ხარ რა, ნანატრი მოსწავლე, როგორი კარგია, ასეთი მოსწავლის მოსწავლე. მე მასეთი დავიბადე მე. ასეთად დაიბადე? ხო. წვევები ასე ცხელ შოკოლადთან და ასე კამერების საშუალებით ხშირად გაქვს ხოლმე? კი. ვინ გპატიჟებს ასე კამერებით? იგი ვინ გპატიჟებს და იგი ნინუცა. კიდევ ეგ არის ნუცას დედიკო. და გიღებს ვიდეოებს? კი. ხო, უი, რა კარგი რესპონდენტი იქნები შენ. მართლაც. კარგი, მაშინ თუ გინდა გავცვალოთ როლები და შენ მკითხე დამისი რამე შეკითხვები მე. მაგი გავაკეთოთ სხვა დროს. ხო, ახლა არ გინდა? ანუ რო შევატრიალოთ როლები არ გინდა? არაფერი არ გაინტერესებს სკოლაზე, მასწავლებლებზე, რამე არ გინდა რომ მკითხო? სხვა დროს იგი გესტუმრები შენ. კარგი. ოღონ აქ იყავი. კი, მე. ვეტყვი დედას და წამიყვანს. ხო, და მაგ თემებზე ველაპარაკოთ, ხო, მე? ხო. კარგი. მე ჩვენც გავუმზადოთ იგი ცხელი შოკოლადი. კი, აბა რა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. მაყურებელს კი. დავემშვიდობოთ. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარი იყო ლილე ჭანუყვაძე, რომელიც ძალიან მალე წავა სკოლაში, დატოვებს ბაღს, ეყოლება ახალი მეგობრები და იქნება საოცარი ცხოვრება და იცხოვრებს ბედნიერ ქვეყანაში. შენ რა სიტყვი ლილე? როგორ დაემშვიდობები?
მეგობრებო, ყველაზე დიდი სიყვარული უფრო კარგია. მადლობა რომ დრო ნახე და მესტუმრე.